მოგწესებულო ტელემაყურებლებო, ქართული არხი, ალექსანდრე რუსეცკის გადაცემა მშვიდობის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ დღის თემას ქართული გეოპოლიტიკური აზროვნება და ფსიქოლოგიური ტერორი საქართველოში. დღეს სტუდიის სტუმარი არის ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერი და დოქტორი, პროფესორი რამოდენიმე უნივერსიტეტის ბატონი ბადრი ნაჭყებია. დღეს ჩვენ ბატონ ბადრისთან ერთად ვისაუბრებთ იმ ფუძე პრობლემაზე, რომელიც ჩვენი აზრით ქმნის პოლარიზაციის საფუძვლებს ჩვენ საზოგადოებაში, ხო? აი ეს თემის სახელწოდებაში ფიგურირებს ფსიქოლოგიური ტერორი, ხო? ესე იგი, რა არის ტერორი? ტერორი არის დაშინება, ხო? ესე იგი, დაშინება და ის რომ აი ადამიანის შეზღუდული ადამიანის დამორჩილება შიშის 90-მდე დეფინიციაა ტერორიზმის ბატონო ალექსანდრე და ნუ რა თუ ყველაზე იმას განთქმულ დეფინიციას გავაკეთებთ ეს არის ტერორიზმი უпроსწორად არის წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ფარული აგენტების და სუბნაციონალური ჯგუფების მიერ. ეს ერთ-ერთი აი დასავლური დეფინიციაა, ერთ-ერთი დეფინიცია მთავარი, ნუ ეხლა ჩვენ ბადრი ბატონო გავამახვილოთ ყურადღება ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქნით საზოგადოებაში. ეხლა ვერ აღგულისხმობ ამაში. და რას მინდა რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი მივუძღვოთ. ესე იგი, ეს საზოგადოების ჩვენი სხვა ნაწილი სხვადასხვანაირად ფიქრობს, სხვადასხვა სიმპათიები და ანტიპათიები აქვს გეოპოლიტიკურ ორიენტაციებთან მიმართებაში. ეს არის ფაქტი, ხო? ეს არის მოცემულობა, რომელიც იყო ფაქტობრივად და არ იცვლება. შესაძლებელია შეიცვალა რაოდენობრივი მახასიათებლები, ესე იგი, გარე და ვექტორების და ასე გარე ორიენტაციული ვექტორების. ესე იგი, პრობლემა არის რამოდენიმე მიმართულების. პირველი პრობლემა ეს არის ის, რომ ესე იგი ჯერ გაყოფილი არის საზოგადოება ძირითადად ორ ნაწილად, ეგრეთ წოდებული პროდასავლური ვექტორი და მეორე პრორუსული ვექტორი. ესე იგი, ეს ორი დომინირებული ფაქტობრივად ესეთი ნარატივი არის და ეს ერთმანეთის დადანაშაულება, ესე იგი, რუსეთუნეობაზე, ორივე მხრიდან მასონებზე და ასე შედა ეს ტერმინოლოგია, ეს აგრესიული ტერმინოლოგია, ხო, ესე იგი ეს აგრესიული ენა, ხო, ესე ვთქვათ, ძალადობის ენა თუ შეიძლება ასე იყოს, არის თუ არა ტერორი? რასაკურველია, იცით, ძალადობის ენა, ვერბალური ტერორი, ახლა ძალიან ბევრი მკვლევარი აღნიშნავს ამასაც, ნუ ვერბალურ ტერორს ყოველთვის მქონდა ადგილი, ძალიან ხშირად უბრალოდ აი შიში დამორჩილება უკვე რომ მუქარას რო შეიცავს შენ აი ესეთი ხარ და იარლექის დაღერებას, რასაკურველია, ტერორის დეფინიციის ქვეშ ხდება ძალიან ხშირად. ჩვენ გვინახია უბრალოდ ესეთი სიტყვიერი ტერორის ყველაზე ნათელი მაგალითია ეს საბჭოთა კავშირი 30-იანი წლების განთქმული იარლაკი ხალხის მტერი, როცა აი ამ ვერბალურ სიტყვებს უკვე მოხვებოდა ფიზიკური ანგარიშორება ეს შეიძლება სიკვდილით დაჟე არ ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება ეს იქნებოდა დაუშვათ გადასახლება ციხე და ასე შემდეგ, მაგრამ რაც მთავარია ამ დროს შეიძლება არც ერთი ფაქტორი არ ყოფილიყო, მაგრამ სეგმენტი მასისი, გარკვეული სეგმენტი მასისი ყოველთვის აი ამ შიშის ტერორის ქვეშ იყო, რომ ის შეიძლება აღმოჩენილიყო, გადმოსულიყო იმ ლოიალური სეგმენტიდან აი ამ სეგმენტში, ან დაკვირვების ქვეშ ყოფილიყო რაღაც დროის განმავლობაში პერიოდულობით და მას უბრალოდ მოსვენება არ ქონოდა და დამოკლეს მახვილი ტერმინი რო არის ზუსტად აი პერიოდული დამოკლეს მახვილის ქვეშ ყოფილიყო, როდესაც ეს მახვილი აი ჰიპოთეტიური და ტოტალიტარული ეს იყო ტოტალიტარული აზროვნების. ნუ ამას იყენებდნენ ჩვენ ახლა საბჭოთა თანამედროვე ისტორიის მე-20 საუკუნე მაქვს მხედველობაში აი ამ დემოკრატიის
ქვეყნებშიც იყო სამწუხაროდ გამოყენებული, იგივე ამერიკის შეერთებული შტატებში ეს კუდიანებზე ნადირობა ტერმინი როცა იყო მაკარტიზმის პერიოდი როცა ასე ვთქვათ კომუნისტის იარლიხს აკერებდნენ ვითომ აი ესეთ ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და აი საკმაოდ ლოიალურ საზოგადოებასაც შიში ქონდა რომ მომხდარიყო აი ამ სეგმენტში ასე ვთქვათ კომუნისტური იარლიკის ქვეშ რასაც ავტომატურად მოყვებოდა იგივე მოღალატეს იარლიკის დაგერება და შესაბამისი გარიყვა ხდებოდა საზოგადოებიდან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და სამწუხაროდ ვერ ჩვენ ავწდით ამას რა ხო ის იყო მონოლიტური ერთუჯრედიანი ფაქტობრივად ერთუჯრედიანი ტოტალიტარული სისტემა რომლის ტრანსფორმაცია მოხდა ახლა ორუჯრედიან ტოტალიტარის სისტემაში მე უბრალოდ ეს ორი მაგალითი მოვიყვანე და რასაკვირველია საბჭოთა კავშირის და ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ციტადელის ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც ვერაცდა აი ამ იმას ხო სხვა შორის საბჭოთა კავშირის 23 წლის კონსტიტუციას დემოკრატიულ კონსტიტუციას ითვლებოდა ანუ საბჭოთა ტოტალიტარული დემოკრატია თქვა და პოსტსაბჭოთა დემოკრატია ტოტალიტარული დემოკრატიები მათ შორის საქართველოში ხო ესე ჩვენ ტოტალიტარიზმისგან შორს ვერ წავედით სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივდივართ იმიტომ რომ ახალი დემოკრატიის პირობებში რომელიც აი საქართველოში მიმდინარეობს უკვე 30 წელზე მეტია ჩვენ სამწუხაროდ ამ იარლიკებს ავწდით რაღაც ძალიან პატარა პერიოდი ძალიან ვფიქრობ თქვენ რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა და ეს არის გლობალური ხასიათის პრობლემა და უკავშირდება მაგალითად უმცროსი ბუშის მმართველობის პერიოდს და აი ეს მახსენდება ის ტრაგედია, ესე ვთქვათ, აი ტერორისტული აქტი, რომელიც მოხდა შეერთებულ შტატებში, ხო, ესე იგი და აი კიდევ ერთი დაყოფა, ესე იგი მთელი მსოფლიოსი, ესე იგი აი იცით, ეხლაც ხდება, აი დავუშვეთ, ეხლა ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება ისრაელ და პალესტინას შორის. ეხლა იცით რა არის მე თითქმის 84 წელიდან ეხლა 30 წელზე მეტია ტერორიზმის 30 კი არა 40 წელზე მეტია ტერორიზმის პრობლემას ვსწავლობ, მაგრამ ეხლა იქ რაც ხდება აი ისრაელ და პალესტინას შორის ჩემ ინტერესს იწვევს, იმიტომ რომ მოხდა უკვე აი ძალიან ლიბერალურ საზოგადოებაში დაყოფა, ძალიან ლიბერალურ საზოგადოებაში დაყოფა. დღეს ევროპელი ლიბერალები მის დღეებში ვინმე იფიქრებდა, რომ ლიბერალური ევროპა ძებნელად გამოაცხადებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს და ასე რადიკალურად დაუდგებოდა პალესტინურ ორგანიზაციებს გვერდით, სადაც ხელმძღვანელი კლასიკური ტერორისტული ორგანიზაცია ხამაზია. ამას ვერ გვავიქცევთ ვერანაირად, მაგრამ იმდენად მოხდა უბრალოდ აი ეს საზოგადოების დაყოფა და იმდენად ინდივიდუალურად დაიწყეს ხურება ამ დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ამა თუ იმ პრობლემებზე, რომ აქაც მოხდა პოლარიზაცია, თანაც სერიოზული პოლარიზაცია და დაიწყეს იარლიკების დაყოფა. ესე იგი პრაქტიკულად უკვე ახალი იარლიკის, რომ თქვენ ახართ დამნაშავე, რომ თქვენ ახართ არაჰუმანისტი და აი ასე შემდეგ დღეს ევროპა ძალიან სერიოზულად დაყოფილია და ბოდიშ გიხდით ბატონო ალექსანდრე ავიღოთ ბოლო ეს თემა ისა ირანის თემა ახლა გლობალური თქვენ იცით ასე თუ ისე ინფორმაციის ხაროთი რომ ასე თუ ისე ირანულ სისტემას შეიძლება დავარქვათ ჩვენ ისლამური დემოკრატია, მაგრამ მეორე მხრივ ტოტალიტარული სისტემაა, სადაც სახრჩოლებელა ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტია ადგილობრივი დემოკრატიის დასამყარებლად, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენ ნახეთ როგორი განსაკუთრებული პოზიცია დაიკავა ევროპულმა ისტაბლიშმენტმა ირანთან დაკავშირებით. პირადად გერმანულმა და ყველაზე უფრო გასაკვირი ესპანურმა. ზოგადად იცით რა არის, მე მახსენდება ესეთი პატარა კრიზისი ევროპა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იყო 80-იან წლებში, როცა კრიზისი იყო ნიკარაგუაში. ნიკარაგუაში თქვენ იცით, მაშინ პრაქტიკულად
ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერია სამოსას გადასარჩენად და ეს პირველ რიგში დამსახურება იყო ევროსოციალისტების შმიდტი იყო ესეთი კანცლერი გერმანიაში და მისი ხელმძღვანელობით იქიდან გამომდინარე რომ აი სოციალ-დემოკრატიულ იდეას ეს მოძრაობა კარგად ესადაგებოდა თავის პლურალისტული აზროვნებით იმენ ეს დანიელ ორტეგას ვიოლეტა ჩამორეს და აი ყველანაირი გაერთიანება იყო გერმანელმა ევროპამ ფაქტიურად ევროსოციალისტურმა ევროპამ არ მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებს განეხორციელებინათ ის რადიკალური ზომები რომელსაც აპირებდნენ და რომელიც მერე გააკეთეს შეერთებულმა შტატებმა იგივე გრენადაში მერე ჩაატარა იგივე პანამაში და ასე შემდეგ. ახლა თქვენ ირანის და ისრაელის თემა ახსენეთ. ხო ხა საქართველოს საზოგადოებისთვის ბუნებრივად არის მტკივნეული, ხო, იმიტომ რომ რეალურად ახლა ქართველი ებრაელები არიან ესე ვთქვათ საქართველოს ქართული ორგანიზმის ნაწილი, ხო, განუყოფელი. გარდა ამისა, ისრაელში უამრავი უშუალოდ ქართველი მოღვაწეობს, სხვა მუშაობს, კი ბატონო. ახლა ირანის თემა ვიცით ჩვენ ესე იგი ფერეიდნელების საკითხი და რომ ასე ვთქვათ 100,000-ობით სავარაუდოდ 10,000-ობით თუ 100,000-ით ზუსტი ციფრები არ ვიცით აბსოლუტურად იმიტომ რომ აქ მეორე მომენტიც არის რომ ჩვენ იცით იქ მაზანდარანეა იქ დაუშვეთ ხალხი არიან რომლებიცაც არ აქვს შეთავაზებული მაგრამ გურჯებათლიან თავს და სრულიად ნაწილობრივი იდენტობები და ასე ვთქვათ მაგრამ ფაქტია რომ აი ესეთ სიტუაციაში არის საქართველო თქვენი აზრი მაინტერესებს საკმარისია ის არჩეულობის პოლიტიკა ქართული ამ ასე ვთქვათ პროცესებში თუ მაგალითად იქნებოდა უპრიანი რომ საქართველოს უფრო მეტი გაეკეთებია სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში გამოჩენილი იყო საქართველო როგორც რეგიონალური აქტორი ესე იგი სამშვიდობო პოლიტიკის სავსებით გეთახმებით ბატონო ალექსანდრე ზუსტად ლაპარაკობთ ზუსტი დიაგნოზია რასაკურველია ჩვენ განვიცდით ზუსტად აი ამ მომენტს რომ საქართველოს შეიძლება ყოფილიყო გარკვეულწილად რაღაცა პლატფორმა აი ამ კუთხით თქვენ ახლა ნახეთ დავუშვათ იგივე აზერბაიჯანის ინიციატივა როცა ზელენსკის გადავიდა შესთავაზა ვებერთელა საქმე გააკეთა თავისი ადგილი თავისი ტერიტორია ამ პლატფორმად რასაკურველია შეიძლება ეს ცოტა პოპულისტური ნაბიჯი ყოფილიყოს იმიტომ რომ ახლა თქვენ ხედავთ იქ ბირთულეზე სახელმწიფო ვებერთელა აზიატური ისლამაბადმა აიღო გარკვეული გარანტიები მაგრამ გამომდინარე იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და იქიდან რომ გარკვეულწილად ჩვენ ახლა ამ მომენტში მშვიდობის კუნძული ვართ და ჩვენ გადავწყვიტეთ და დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ აი ამ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს და მთავარ პრობლემებს ის გადაწყვეტ და მარტო მშვიდობიანი გზით ჩვენ ამით ჩვენ გარკვეული უფლებები და გარკვეული მისიაც შეიძლება გქონოდა ვერბალური განცხადების დონეზე მაინც მე ეჩვენებარება რომ ამაზე წამოსულიყო მაგრამ რაღაც ასე ვთქვათ ქულებს მაინც ჩავიწერდით ამ კუთხით მაგალითად მე შემიძლია კონკრეტული წინადადება რომ გავიხილოთ ხო თქვენ იცით რომ მონაწილე ხართ პროცესების რომელიც მცხეთის რეაქტორთან დაკავშირებით ჩვენი სახელმწიფოს პროექტი რომელიც გულისხმობს რომ მცხეთის რეაქტორი გახდეს რეგიონალური ფაქტობრივად პლატფორმა ყოფილი რეაქტორი რა თქმა უნდა ესე იგი არაბირთვული რეგიონის ხო ესე იგი რომ გარანტია იყოს არაბირთვული რეგიონის შექმნის ხო ესე იგი რატომ არ შეიძლება თუ ყაზახეთმა შეძლო და ძალიან სერიოზული დივიდენდები დაეწერა უშუალოდ სეიმპერატორისკიდან დაწყებული ხელშეკრულების და ასე განცხადებების და კონვენციების და იმის სახით რატომ არ შეიძლება რომ საქართველოს შეუერთდეს ესე იგი ამ პროცესს ახდეს ლიდერი ესე გამოიყენოს ის რეალური ვითარება რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც ჩვენ ფაქტობრივად აი ამის საშუალება გვაქვს ხო ესე იცით საერთაშორისო აქტივობა სამწუხაროდ საქართველოში იქიდან გამომდინარე პირველ რიგში ალბათ მიზეზია რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ არცალია და ფრთხილობს იქიდან გამომდინარე რომ პრიორიტეტია ის ვებერთელა დაძაბული სიტუაციის რაღაცნაირად განმუხტვა რომელიც შეიქმნა ევროსტრუქტურებთან და ზოგადად ევროკავშირთან მას არ აძლევს საქართველოს საშუალებას რომ
გაატაროს გარკვეულწილად ზომები, მაგრამ ამ შემთხვევაში იცით და ეს პოლიტიკა, ევრაზიული პოლიტიკა საქართველოში, საქართველო ასე თუ ისე გარკვეულწილად დამაკავშირებელი ხიდი გახდა და დღეს ამ პირობებში პირველ რიგში ეკონომიური ხიდი ამ პროცესების და რო განვიხილოთ არა მარტო საქართველო, არამედ საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იმისათვის რომ ეს გახდეს გარკვეული მშვიდობიანი მოლაპარაკების პლატფორმა, ეს მე მგონი ყოველთვის უნდა იყოს დღის წესრიგში. საქმე იმაშია რომ ახლა აღვნიშნე აზერბაიჯანის ნაბიჯი, მე როგორც ინფორმაცია მაქვს და გამაჩნია, აზერბაიჯანი გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას, რასაკვირველია და ამ შემთხვევაში რუსული ანდადეს რა პრობლემაა? ეს ინტელექტუალური დეფიციტი გვაქვს ჩვენ თუ რა პრობლემაა? აი ხელიდან უშვებთ ესეთ ელემენტარულ შესაძლებლობას. ძალიან ბევრ შესაძლებლობას იცით რაშია საქმე, აი ახლა თქვენ იცით რომ მიმდინარე საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიდიოდა და უშუალოდ საქართველოში, ანუ პირველ რიგში ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო თურქეთთან და აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანი ნომერ პირველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მისი დამოკიდებულება თურქეთთან თქვენ კარგად იცით. დღეს უბრალოდ სირიაში რა ხდება, იცით რომ თავიდან ბოლომდე ის ხელისუფლება, რომელიც არის დღეს სირიაში დამოკიდებულია, მე პროცენტული ის არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ ძალიან სერიოზულად, აი მიახლოებით გეტყვით, როგორც დაუშვათ აფხაზეთია, რუსეთზე დამოკიდებული, მიახლოებით ეგრე და ამ შემთხვევაში დამოკიდებული თურქეთზე, სირია და ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჰქონდა იგივე აფხაზეთის აღიარების პრობლემა სირიაში შეიკრა, ისევ ძველებურად ერთ ადგილას არის, ასე ვთქვათ, ნაბიჯები არ გადაიდგა იმისთვის, რომ უახლოეს მეზობელთან სირიას ვერ გამოვიყენეთ ის რასაკვირველია, ვერ გამოვიყენეთ ეს ტრანსფორმაცია პირველ რიგში სირიაში. ვენესუელასაც იცით რაშია საქმე, მოდით ვენესუელას შეეხო აქ ერთ-ერთი პოლიტიკოსი საქართველოში რამოდენიმე, მაგრამ ვენესუელაში ჯერ არ იყო ეს მომწიფებული, რაც შეეხება სირიას, იქ მომწიფებულია, თქვენ იცით, ილხამ ალიევი, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, ერდოღანი, ასე ვთქვათ, ჩვენ უბრალოდ ეს ეგრეთ წოდებული ღერძი, ბაქო, თბილისი, ანკარა, საკმაოდ სერიოზულ ღერძად, მეგობრულ ღერძად ითვლება და ამ შემთხვევაში უკვე რამდენი თვე გავიდა და ყოველ დღე პირადად მე ბაქო, ერევანი, ანკარა უფრო არის. რასაკვირველია და შეიძლება 7 ივნისის შემდეგ ეს იქნება კონკურენტული ძალიან. ის რატომ? ეს არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ მე ეჭვი არ მეპარება რომ ფაშენიანი გაიმარჯვებს. მე ეჭვი არ მეპარება რომ ფაშენიანი გაიმარჯვებს. თანაც საკმაოდ სერიოზული უპირატესობით. დიახ. გავაგზავნეთ ბოლსულიდან. მე დარწმუნებული ვარ კიდევ იმაში რომ ამ შემთხვევაში აი თქვენი შეკითხვა რომელიც დასვით ძალიან ბევრს გონია რომ ეს ძალიან შორსავა. ქართულად როგორ ვთქვათ, რუსული ანდაზა от любви до ненависти один шаг и наоборот от ненависти до любви. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ აი მარჩევნების დროს შეიძლება მოხდეს ძალიან მკვეთრი შემდეგ დაახლოება იგივე ანკარის და ერევანის და ბაქო და ერევანის ძალიან სერიოზული დაახლოება შეიძლება მოხდეს. რასაკვირველია შეიძლება არ მოხდეს. თუ ეხლა ჩვენ ხედავთ როგორი ჩარევები არის, აქ ორი სახელმწიფოა საკმაოდ სერიოზული, რომელიც არ მიესალმება ამ პროცესს, ნორბილად ვთქვათ, რომელიც რაღაცნაირად სხვანაირად უნდა ჩარევა, ეს არის ირანი და რუსეთის ფედერაცია. ვნახოთ სინამდვილეში, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ
იგივე სომხურმა საზოგადოებამ პრიორიტეტად დააყენა საკითხი თავისი უსაფრთხოების გარკვეული ინსტიტუტების დაცვით. ეს არის პირველ რიგში მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ინსტიტუტები, სადაც სომხურ დიასპორას საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების, აი თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ პალესტინელმა მერმა ნიუ-იორკის როგორი მხარდაჭერა გამოუცხადა, გადააჭარა კიდევაც მხარდაჭერაში აი ამ სომხეთის გენოციდის დროს, მაგრამ აქ რთული სიტუაციაა მე გეთანხმებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვლაპარაკობ, რომ ინტერესთა თანხმედრა შეიძლება ძალიან სერიოზული მოხდეს. სომხეთს და ფაშინიანს აქვს გაკეთებული აქცენტი იმაზე, რომ სომხეთი გახდეს მთავარი, იცით როგორ ლაპარაკობს, მშვიდობის გზაჯვარედინი. ამ მშვიდობაში ის ბევრ სიტყვას ლაპარაკობს, ეკონომიურს, პოლიტიკურს და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ მან აქცენტი გააკეთა იმისკენ, რომ ის უსაფრთხოდ იყოს არა მარტო, არამედ რეგიონში. ამიტომ აი ეს იდეა სამხრეთ კავკასიის ერთიანობისი, აი სამი სახელმწიფოში მე მიმაჩნია რეალურად და თუ ამას ხელი არ შეუშალეს, ახლა იქ პლატფორმა 3+3 ეს სხვადასხვა ის არის. პირველ რიგში ეს ამ სამეულის პლატფორმა სამხრეთ კავკასიაზე ალბათ ამაზე რეალურად იმუშავებენ გარკვეულ ეს უკვე სამკუთხედი აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს დიდი ხანია ჩაიძირა. მას დღევანდელ რეალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უახლოესში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია ბატონო ბადრი. აი რაც შეეხება უშუალოდ სხვადასხვა ტელემაყურებლების აი პერსპექტივა მაპატიეთ. მინდა უშუალოდ ვთქვა, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ერთ-ერთი სტრუქტურა არის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური საფრთხეების ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის და გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის მიერ შექმნილი იყო მეტად მნიშვნელოვანი, ესე იგი სახელმძღვანელო დოკუმენტი, ესე იგი საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკისთვის პირველი მოდელირება მოხდა რეგიონალური ფორმატების და პირველი მოხდა ესე იგი ბრენდირება ამ ფორმატების. აი ეს ფორმატი რაც ახლა 4-ზე იყო ლაპარაკი და ბატონო ბადრი მახსენა, ესე იგი ორი კონკურენტი სამკუთხედი, ესე იგი ბაქო, ერევანი, ანკარა და ბაქო, თბილისი, ანკარა. ეს ორი სამკუთხედი ფაქტობრივად კვარტეტი აგატი, ესე იგი ეგეთი ბრენდი აგატი, ხო, ესე იგი იყო წარმოდგენილი, ხო, ესე იგი აი ამ ჩვენ ანალიტიკურ დოკუმენტში. ესე იგი, ანუ არის საშუალება, რომ ამ კვარტეტმა 4 იმუშაოს, სხვადასხვა ეს 4 იყო წარმოდგენილი რისთვის? 2005 წელს კიდე ჩვენს მიერ. კი ბატონო, მახსოვს ეს პერიოდი საკმაოდ პოპულარი იყო აგატი პლუსი. რას ნიშნავდა აგატი პლუსი, ესე იგი ჩვენ ამ დოკუმენტში. ნიშნავდა იმას, რომ ეს აგატი იყო ორიენტირებული ევროკავშირზე. საქართველოს, აზერბაიჯანიც და ესე იგი სომხეთიც ამ ეპოქაში 2005-2006-ში აქტიურად ცდილობდა კონტაქტები დაეყარებინა და ასე ვთქვათ ევროკავშირზე ყოფილიყო ორიენტაცია. თურქეთიც თავისი პოლიტიკით ამას ცდილობდა, ჯერ კიდევ ცდილობდა, ხო? კი. ხო, აი ეს აგატი იყო პირველი წლები ერდოღანი რომ მოვიდა, თქვენ იცით რა მცდელობები, რადიკალური მცდელობები ქონდა ევროკავშირში შესარჩენად, მისი განთქმული ფაზა, რომ ესე ბოლოს შეკითხვა რო დავსვა, თქვითო საბოლოოდ ეს ქრისტიანთა კლუბიაო? ხო, ნუ გასაგებია ახლა ისინი რეპლიკები ეს უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ფორმატები ხო რაღაცნაირად თუ ჩვენ გავიაზრეთ კარგად და გავხდით ინიციატორების, სხვადასხვა შეხვედრების, სხვადასხვა სტრატეგიული ახალი შეთანხმებების, კვარტეტების, კვინტეტების, ხო ესე იგი ეს მაგალითად 3+3 ჩვენს აი ამ ბრენდინგში ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი გიტარა, ესე იგი ჯორჯია, ირან, ესე იგი თურქი,
Აზერბაიჯანი, Რუსია, Armenia, ესე 6 ქვეყნის კვარტეტი. მე ამას ემატებოდა კიდევ და ემერსონის და კიდევ ევროკავშირი, შეერთებული შტატები, მე მგონი ნახალ გულაშვილის იყო ეს თქვა ინიციატივა რომ დაუკარგოთ 3+3+3-ის თემა, ესე იგი ჩინეთი რო დაამატა და ეხლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. რითიც ჩვენ დავიწყეთ საუბარო. არის მხოლოდ ორი პოლუსი რეალურად თუ ეს დუალური ფაქტობრივად პოსტსაბჭოთა ტოტალიტარული აზროვნება აქაც ფაქტობრივად არის პრიმიტივიზირებული რა. მე მგონი სხვა პოლუსებიც არსებობს, ხო? იცით ეს რამოდენიმე წელს წინ მქონდა ბრიქსის ხელმძღვანელობასთან ასტანაში ყაზახეთის დედაქალაქში შეხვედრა და სინამდვილეში მაშინ ჩვენ ხედავდით რომ კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პოლუსი იშვება. ეს კონფლიქტი რომელიც ახლა მიმდინარეობს ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს რომ გარკვეულწილად ტესტირებას უკეთებდა ზოგადად ორგანიზაცია ბრიქსთან. ირანის კონფლიქტი მგონია, მაგრამ საქმე იმაშია რომ თქვენ მიაქციეთ ყურადღება რომ ჩინეთიც ამ შემთხვევაში აწარმოებს საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას, იმიტომ რომ ჩინეთი იმის და მიუხედავად რომ ბირთვული სახელმწიფოა და მას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ამ ტაივანთან დაკავშირებით, თქვენ იცით ინტეგრაცია ყოფილი მისი მიწებით წარმებულად ჩაიარა. პირველი ეტაპი იყო როცა ძალიან ადვილად მოხდა ჰონკონგთან ერთი სისტემა ისა ორი სისტემა ერთი სახელმწიფოს პრინციპით კონტაქტის დააფხარება და გაერთიანება. მერე იყო ასე ვთქვათ მაკაოს პროვინცია, ყოფილი პორტუგალიური კოლონია და მერე ბავშვად მიადგა და დაიწყო ეს პრობლემა ტაივანთან, რომელიც ხედავთ რომ დაიწყო 2000 წლიდან და წინ გადადგმული ნაბიჯი არ იყოს. ერთადერთი გომინდანის პარტიის ლიდერი ჩამოვიდა, შეიძლება ეს ჩაითვალოს დადებით პლუსად, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ასე თუ ისე გეოპოლიტიკური ბრძოლა მიდის უკვე მესამე პოლუსს შორის, მაგრამ მესამე პოლუსი უბრალოდ განსხვავებით ცდილობს არ შეიმჩნიოს, რომ ის ბრძოლაშია. ის ძალიან ტაქტიკურად ირჩება, არ ერევა დაუშვათ უკრაინულ კონფლიქტში, არ ერევა აი ამ ირანის კონფლიქტში და აგრძელებს ესეთ მოძრაობას. შეფასებას რასაკურველია სიძიტიანი რომ ნახოთ შეფასებას საკმაოდ სერიოზულად აკეთებს. ის ხედავს რომ მთავარი დაპირისპირება მისი რასაკურველია კი დაპირისპირება იმასთან არის დაკავშირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება და ბატონო ალექსანდრე, ახლა აი მაგალითის მოტანა შეიძლება იცით, ახლა მე 10 წელია სინძიანის უნივერსიტეტში თანამშრომლობდა, ასე ვთქვათ, ჩინეთთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს და ძალიან საინტერესო სიტუაცია იქნება უკრაინასთან დაკავშირებით. ახლა უკრაინის მთავარი პრობლემა რა არის უბრალოდ აი კიდევაც რომ მოვიდნენ კონსენსუსამდე და დაუშვათ გაჩერდეს იქ სადაც არის ბრძოლა და გაიყინოს ეს კონფლიქტი. უსაფრთხოების გარანტიები, ვინ უნდა იყოს რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია რომ ნატოს წარმომადგენლები ნებისმიერი ფორმით დადგნენ ისე, გინდა საფრანგეთი იყოს, გინდა ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ის ამბავი რომ იქ დაუშვათ კონცესიები ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ეკონომიურ ინსტიტუტებს, უკრაინას რასაკურველია არ აკმაყოფილებს და სხვადასხვა კულუარულად და ძალიან ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, რომ შეიძლება წარმოიშვას ახალი ფორმა მშვიდობის ყოფილების. ეს არის აი იმ ქვეყნებიდან, ზუსტად ბრიქსის ქვეყნებიდან, სადაც დაუშვათ აი რუსეთი ასე თუ ისე ლოიალური იქნება, იგივე ჩინური ვისთან მიმართებაში. აი ის ვინც მშვიდობა შეინარჩუნებს პოსტკონფლიქტურ რეგიონში უკრაინაში თუ მოხდება ეს არის ჩინეთი, პაკისტანი, ბრაზილია, ინდოეთი რასაკურველია, ეს შეიძლება გახდეს რაღაც
კონსენსუსის ახალი ფორმა, როცა ბრიქსმა და აი ამ ქვეყნებმა, ახალმა დიდმა ქვეყნებმა თავისი პოზიცია დააფიქსირონ და გახდნენ ახალი მექანიზმი გლობალური მშვიდობის დამყარებაში. ერთი ქვეყანაც გამორჩა დიდი ბოდიში, ეს არის ყველაზე მზარდი ქვეყანა და ის ქვეყანა, რომელიც მოსახლეობით მესამეა, ეს არის ინდონეზია, თქვენ იცით, 9 მილიარდზე გავიდა უკვე ინდონეზია. რასაკვირველია, აი ამ ქვეყნებმა შეიძლება ახალი როლი ითამაშოს. აი თქვენ შემთხვევით არ არის პუტინი რო ძალიან სკეპტიკურად და ზოგჯერ დაცინვით ლაპარაკობს დიდ ტერმინს, როცა ხმარობენ დიდ შვიდეულზე. რა დიდ შვიდეულზე ლაპარაკი, აი ამ შემთხვევაში მათთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. ამიტომ აი ეს ახალი პოლიტიკური არქიტექტურა, რომელიც შეიძლება მოხდეს ევრაზიულ სივრცეზე, არ არის გამორიცხული, რომ მესამე პოლუს თქვენ რაც დასვით შეკითხვა, უკვე კანონიზაციას გაუკეთებს. მე მგონი აქ უკვე მესამე პოლუსი არის, ასე ვთქვათ, მესამე, მეოთხე, მეხუთე და კანონიზაციას გაუკეთებს. იმიტომ რომ მან მხოლოდ ჩინეთი როგორც დამოუკიდებელი აქტორი ვერ იქნება. რასაკვირველია. პაკისტანი არის ნაკლებად. ბირთვული სახელმწიფო, ინდოეთი, ბირთვული სახელმწიფო, რაღაც ინდონეზიას ექნება 21 საუკუნის მეორე ნახევარში. ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. ისაც კონფლიქტი დღეს მიმდინარეობს შეერთებულ შტატებსა და ძველ ევროპას შორის, ხო? ეს ხო ფაქტობრივად ელემენტარულად ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი, ხო, მინიმუმ 2 სუბიექტით არის წარმოდგენილი, ხო? ამიტომ თვითონ ტერმინი პროდასავლური, არაპროდასავლური, ხო, კარგავს თავის უშუალოდ შინაარსობრივ ბატონო ალექსანდრე, ჩაგეკითხებით ერთ 2 სუბიექტით, იცით რა არის? მე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის თემა, დავუშვათ ბრიქსის თემა, ბრიტანეთის გამოსვლისი და მე ძალიან დიდი დრო დავკარგე იმისათვის, რომ აი მაქსიმალურად უდიდესი ლიტერატურა ესე იგი შემესწავლა ამასთან დაკავშირებით და სხვათა შორის აი პასუხს ვერ ხედავდი ვერცად სანამ არ მივაგენი ერთ-ერთი წამყვანი მენეჯერია Deutsche Bank-ის ერთ-ერთი ტოპ მენეჯერია, მაგის სტატია წავიკითხე ეს გერმანული ბანკის, სადაც თავიდან ბოლომდე მიდიოდა ესეთი პოსტიმპერიულ აზროვნებამდე, რომ დავუშვათ იგივე დიდ ბრიტანეთს აი ამ სისტემაში მესამე ადგილზე უბრალოდ არ უნდა ყოფნა, აი ელემენტარული. ეხლა თქვენ ბრძანეთ თუ სიტყვები, რომ 2 სუბიექტ შორის გაყოფა, ეს თქვენ გქონდათ ამერიკო მინიმუმს. სიტყვა რასაკვირველია, დღეს ჩვენ დიდი ბრიტანეთის ადგილი არ ვიცით უბრალოდ ეს დიდი ევროკავშირშია და არც იმაში ამ დროს იცით რა არის? დიდი ბრიტანეთი მესამე ქვეყანა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩერჩილი უბრალოდ სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი იქ საჩუქარი გაუკეთა იმან სტალინმა ყველა ლაპარაკობს შარლ დე გოლს, რომ მაგიდასთან დააჯინა, თორე დაუშვათ საფრანგეთის როლი ამ დიდ გამარჯვებაში უფრო დიდი არ იყო, ვიდრე დაუშვათ აი პოლონეთის გამანთავისუფლებელი არმიის როლი. ამ შემთხვევაში სამხედრო თვალსაზრისით, კი ბატონო, სამხედრო თვალსაზრისით და აი ამ შემთხვევაში ჩვენ სინამდვილეში ვხედავთ, რომ ეს არაერთიანობა და ეს დაყოფა ევროპაშიც და გლობალურ დასავლეთში არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა და კიდევ ერთხელ ვხედავთ ჩვენ ამას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე. ანუ რატო ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ამ თემაზე? იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ლექსიკაში ყველა ცვლილებები უნდა შევიტანოთ რა. არ შეიძლება რომ ესე იგი ჩვენ ფაქტობრივად დავიყვანოთ რთული სისტემა. არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური ლექსიკონი, ხო, რომელიც ქმნის პრობლემებს. აი ელემენტარულად იცით რა არის? აი ხლა დავუშვათ პროდასავლური პოლიტიკა, ხო? ეხლა მე მაგალითი მინდა მოვიყვანო, დავუშვათ იგივე ერთ-ერთი ექსპერტის, რომელმაც საჯაროდ გამოაქვეყნა ესა. ეს არის ნაცმოძრაობის წევრი, მას ვერ დაადანაშაულებ იმაში, რომ ის ან პრორუსულია ან ისა,
ბატა ჩიკურიშვილი ყოფილი დეპუტატია, რომელსაც თავისი დიდი კვლევა აქვს ჩატარებული 40 გვერდიანი კვლევა და ვერ წარმოიდგენთ ახლა მე რასაც გეტყვით უბრალოდ ეგისა. მე როცა წავიკითხე ჩინეთზე ეს კვლევა შოკირებული ვიყავ, ესე იგი პრაქტიკულად აი ლიბერალური პროდასავლური ძალების წარმომადგენელი ლაპარაკობს უშვებს და ნაწილობრივ კიდევაც გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ ჩინეთის საქართველოში ეკონომიურ ექსპანსიასთან ერთად იყოს გარკვეულწილად მინიმიზირებული სამხედრო ექსპანსია ჩინურიც. ეს ჩემთვის დაუშვათ სენსაცია იყო, მაგრამ უშვებს დაუშვათ ძალიან ბევრი პოლიტოლოგი რასაკვირველია ამას გაგებით ეკიდება და ისევ ხას უსვამ, რომ აი ეს 2-3 ორმხრივი დამოკიდებულება იმ დროს, როდესაც უკვე მსოფლიო მრავალპოლარულია და ეს ფაქტია, კატეგორიულად მიუღებელია და საქართველოში სინამდვილეში ძველებურად ეს შეჭება ორივე მხარეს აი ეს იარლიყი პრორუსული პანაცეა გახდა ერთმანეთისთვის. არა, მოდი დინამიკას მივხვდეთ, ჯერ იყო მყარე როგორც სწორად აღნიშნეთ, ეს არის ხალხის მტერი, ადამიანობის მტერი და ასე შემდეგ. და ეხლა გადაასა თქვა პოსტტოტალიტარულ ბინარულ აი ამ ტუნელურ აზროვნებაში, შავთეთ აზროვნებაში, ეს არის ორუჯრედიანი აზროვნების მომენტი, მაგრამ უნდა მოხდეს დივერსიფიცირება. ჯერ 3-ზე გადავიდეთ, გავიზარდოთ და მე უკვე თქვენ ტერმინი ახსენეთ საუბრის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი პლურალისტური აზროვნება, ხო? პლურალიზმი, ხო? კი ბატონო. რატომღაც გარკვეული ძალები ცდილობენ ისეთ ტერმინები როგორც არის პლურალიზმი, ინკლუზიური აზროვნება, ესე იგი ამოვიღოთ ჩვენ ლექსიკონიდან, ხო? ესე იგი რატომღაც ესე იგი შემოგდებულ ტერმინებს პლურალიზმისკენ ეს არის დემოკრატიის ყველაზე დიდი გამარჯვება. ჩვენ მას დემოკრატიაც თუ პლურალიზმი უნდა ამოვიღოთ, ჩვენ სიტყვა დემოკრატიაც უნდა ამოვიღოთ. თანაარსებობის კულტურას რასაკვირველია, კი ბატონო. და შევხვდათ ფაშისტური რეჟიმი, ან ლიბერალური ფაშისტური, ან ნაცისტური ფაშისტური, ან კიდე რაღაცა ფაშისტური რეჟიმი. იცით რა არის, ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია და აი დაუშვათ მე მივაქციე ყურადღება, რომ ძალიან ხშირად ინტერესთა თანხმედრა ხდება რადიკალურ სხვადასხვა ზომებზე. სხვათა შორის თქვენი სტატია იყო ძალიან ცნობილი, როცა მაგალითი მოყავდათ თქვენ იგივე დაუშვათ სეპარატისტების, რადიკალური სეპარატისტების და რადიკალური ლიბერალების ინტერესების თანხმედრა საქართველოსთან მიმართებაში. ხო, ეს პოლიტიკის მეცნიერებაში არის ეფექტის ელემენტი. უკიდურესი წერტილები უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე სხვა ისინი აი ეს გვინახია უბრალოდ აი დაუშვათ იგივე აი რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით როგორ ინტერესში შედიან უბრალოდ ერთმანეთთან ჩვენ ამას ვხედავთ როცა ხო ხედავთ იმიტომ რომ აი ესეთი გაყინული თქვათ მწალებში კონფლიქტები ანუ კონფლიქტები რომლებიც არ გვარდება ხო ასე იგი აწყობთ იმ მოთამაშეებს ვინც ესე თქვათ ამ პროცესში ჩართულია მათ არ აწყობთ მოგვარება ამ პროცესების და აი პერმანენტული დაძაბული სიტუაცია მათი პურია. ამის მსხვერპლი არის კონკრეტული სოციალური ფენები, მაგალითად დევნილთა ფენა პირველ რიგში, ესე იგი დევნილები. დევნილები ცხინვალის რეგიონიდან დღეს ერთ-ერთმა საქართველოში საუკეთესო ექსპერტმა და ისტორიკოსმა ბატონმა კახაკვაშილავამ დადო ძალიან საინტერესო პოსტი, ესე იგი თამას ნატარიაშვილის თაობაზე, ხო, მან მოიხსენია ის პოლიტიკოსი, რომელიც 50 წლის ხოლო გარდაიცვალა და ფაქტობრივად ამის მერე ესე იგი მოხდა ტრანსფორმაცია მთელი ამ სამშვიდობო ფორმატის და დევნილების საერთოდ ამოყარეს. დევნილები გადაემნეს ფაქტობრივად სამშვიდობო პროცესიდან. ხო? ეს რეალობა არის. ეს რეალობაა და სხვათა შორის ბატონო ალექსანდრე, თქვენ როგორც ექსპერტს და ერთ-ერთ იმ ადამიანს რომელიც ყველაზე კარგად არის ჩახედული ამ პროცესზე, აი ეს პროცესები დაუშვათ ძალიან ხშირად მირეკავენ ეს პროცესები, რაც გალის რაიონში ხდება ეხლა, რომელიც არ ხდებოდა არც არწიმბას დროს, არც ბაკაფშის დროს, როცა დაწყებულია არნახული დისკრიმინაცია დაუშვათ, აი მიდის ეკონომიური პროცესების დათმობა რუსეთთან, რაღაც პოლიტიკური პროცესების. იქითკენ ფიფია გამოდის, ექსპერტები მიდიან, ყველაფერი და გალის რაიონში რაც არ იყო აქამდე იჭერენ ადამიანს
იმისათვის რომ ღამე ოჯახიდან გამოდიოდა სუფრიდან ქართული სიმღერა ან მღვდელი მამა პიმენი რო იყო დაპატიმრებული ქართულად უბრალოდ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ იმ ტერიტორიაზე აი ისეთი პროცესები უბრალოდ იწყება აი ამ შემთხვევაში როცა აუხსნელი პროცესები როცა ეს ხო ტოტალიტარიზმი ეს არის ეთნიკური ტოტალიტარიზმი ეთნიკური რასაკურველია ტოტალიტარიზმი როცა დაუშვათ და ეს ერთი პოლუსიც და მეორე პოლუსიც თვალს ხუჭავს ამაზე ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დამცველი პროდასავლური ჯგუფები ამაზე განგაშტარდებენ და ის ჯგუფები რომლებიც დაუშვათ მეგობრულად არიან განწყობილი რუსეთთან მიდიან მოლაპარაკებაზე რუსეთთან ყველა თემაზე ლაპარაკობენ მაგრამ მარტო ამ თემაზე არ ლაპარაკობენ ხარცულიან თვითონ ხელისუფლებას დღეს უბრალოდ ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე პოზიციაზეა რომ ეს მაგისტვის დაუშვათ მიუღებელია იმიტომ რომ ის დისკრიმინაცია ეროვნული დისკრიმინაცია ეს რადიკალიზმი რომელიც ეხლა დაიწყო აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ხალხს უსვამ რომ არც არძიმბოს დროს არც ბაგაფშის დროს არც ხაჯიმბას დროს არ იყო და როცა მოვიდა ასე ვთქვათ ესეთი ვითომ დემოკრატიული საზოგადოება აფხაზეთში დაიწყო ხალხის ტოტალური დევნა ეროვნული ნიშნით. აი არ შემიძლია რომ არ აღნიშნო ესეთი საინტერესო ამერიკელი მოღვაწე მეცნიერი როგორც იყო კარლ დოიჩი მისი ავტორობით შეიქმნა ესე იგი ეს კონცეფცია ესე უსაფრთხო თანასაზოგადოების ხო? როდესაც აი კონფლიქტის სამხედრო კონფლიქტის ფაზის შენელების თუ ტრანსფორმაციის შემდეგ ხო იწყება ფაქტობრივად ზრუნვა და ფიქრი თანაარსებობაზე. ჩვენ არ ფიქრობთ ამაზე თანაარსებობაზე. ჯერ კიდევ არ ფიქრობთ. ჩვენ ვამზადებთ მოდელს იმის როგორ შეიძლება თანაარსებობა იგივე თუ დევნილებით ბრუნდებიან ესე იგი აფხაზეთში. მე არ მომისმენია ესე იგი და თუ მე რამე გამეკეთებია კიდე ჩემ კვლევებში არც ერთ უწყებას რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს პარლამენტში მაპატიეთ მოვისმენეთ თქვენი გამოსვლა როცა საპარლამენტო ისინი იყო გაყოფილ საზოგადოებაზე რასაკურველია იცით რა არის აი ჩვენმა საზოგადოებამ 2000-იანების დასაწყისში დიახ 2000-იანი დასაწყისში აი ეს მომენტი რომ ჩვენმა უბრალოდ აი სუფთა ადამიანურმა ფაქტორმა რომელსაც დევნილები წარმოადგენენ აი ეს თავის სეგმენტის ადგილი არ დაიკავა და გარკვეული გახდა ყველა პროცესიდან და სამწუხაროდ უკვე ეს აწერულები მიდის და ეს სეგმენტი მცირდება სოციალური ფრენა იქიდან გამომდინარე რომ მიდის რაღაცა აი ინტეგრაცია ახალ საზოგადოებაში ახალი თაობის და ძველი თაობა უბრალოდ ფიზიკურად მიდის. აი თქვენ ახსენეთ ის პარლამენტი, არა მხოლოდ პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კულტურა, ესე იგი 90-იანების ბოლომდე 2000-ის დასაწყისშიც, ესე იგი 2005-მდე დაახლოებით, ესე კომუნიკაციის ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ხო? საბჭო არსებობდა, ესე იგი სამინისტროებთან საბჭოები არსებობდა. კი ბატონო, ძალიან საინტერესო მუშაობა მიდიოდა. კავკასიის რეგიონალური საფრთხეების ინსტიტუტი ჩვენს მიერ შექმნილი 2002 წელს, ხო, იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე მახსოვს მეც ვიყავი წევრი შეხვედრების გენაცო არასდროს არ დამავიწყდება იგივე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები თან იყო და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები რო ჩამოდიოდნენ ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები რო ჩამოდიოდნენ და ძალიან საინტერესო დიალოგები მიდიოდა უბრალოდ აი ამ დონეზე და ну რასაკურველია წარმატება იყო ეს პლატფორმა სადაც საქართველოს იყო მშვიდობის პლატფორმა მახსოვს უბრალოდ თქვენ მოახერხეთ და საფეხბურთო მატჩები თელავში აზერბაიჯანელ და სომხებს შორის, აი სინამდვილეში დიალოგი მიდიოდა და სხვათა შორის საფეხბურთო მატჩი თელავში ჩვენს მიერ იყო აგზავნა. კი, არაჩვეულებრივი ეს და აზერბაიჯანელებს შორის. ეხლა დაუშვათ მახსოვს კიდე აი ეს რამიზ იუნუსი რო არის დღეს უკვე კანონიზირებული ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რომელმაც მოახერხა დაუშვათ იგივე ალიევთან შერიგება და ყველაფერი რა შეხვედრები ქონდათ მათ თავის აზერბაიჯანელ კოლეგებს
მათთან ერთად ჩვენ შევხვდით 98 წელს, იგი ანტინაღმური მოძრაობა. ანტინაღმური მოძრაობა რამდენი გადაარჩენეთ თქვენ, რა საკურველია. ეს ანტინაღმური მოძრაობისთვის ეს თქვენ სამწუხაროდ ესე იგი აი თქვენი ლეგენდარული კონფერენცია გამახსენდა ესა, რომელსაც უნიკალური კონფერენცია იყო, ესეთი კონფერენცია დაუშვათ საქართველოში კი არა მე მგონი პოსტსაბჭოურ სივრცეში არ ჩატარებულა უბრალოდ და სამწუხაროდ აი ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს რესურსი რომელიც იყო იმინა ნორმალურად ხوارთ CNN-შიც კი გავიდა რეპორტაჟი. გასაკურველია ეს მაშინ მე ტელეკომპანია სახელმწიფო ქართული ფილიალის ხელმძღვანელი ვიყავი მირისი და მახსოვს რომ სინამდვილეში ესე იგი თქვენ ძალიან პატარა დოზირებით გადიოდა ეგეთი პროგრამა ექონდა CNN-ს მაშინ CNN World Report და ზოგადად მასალის მიცემა დაუშვათ CNN-ი დაუშვათ ესე ადვილად არიღებდა მასალებს და იცით ლატარეაც ავით იყო რომ გავაგზავნით მასალას გავა თუ არ გავა და დიდად ბედნიერი ვიყავით რომ ეს მასალა გავიდა და ძალიან ეს ისტორიაში დადგა დღეს სამწუხაროდ აი რა ბედი ეწია ამ ჩვენ მასალებს ამ CNN-ის მასალებს ხო რა ბედი ეწია ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას საერთოდ ამაზე მომავალ გადაცემებში ჩვენ ბევრს ვილაპარაკებთ იმიტომ რომ მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ საქართველოში ჩვენ გავხდით რაღაცნაირად საზოგადოებრივი აქ ჩვენ კი ნუ უმრავლესობას გულისხმობ მე საზოგადოებიდან იძულებით განდევნილები რა ესე იგი სამოქალაქო ინსტიტუციები რა ბატონო ალექსანდრე აი სინამდვილეში თქვენ თავიდან და ამ გადაცემის პაფოსი ზუსტად ეს არის რომ აი ეს პოლარიზაცია დაუშვათ აი ეს რადიკალური პოლარიზაცია რომ მოხდა ჩვენ ვიცით რომ აი პოლარიზაცია თავდებოდა ეს ორ სეგმენტად არ იყო როცა დაძაბული სიტუაციები იყო და აი პოსტსაბჭოური სივრცე რო გავიყოთ რუსეთის იმპერია საქართველო აი 18-21 წლებში კლასიკური რო იყო იქ იყო სეგმენტარიზაცია საზოგადოების მაგრამ ეს ორ ნაწილად პოლარიზაცია არ ყოფილა აი ამ შემთხვევაში რომ ორ ნაწილად არის პოლარიზაცია ძირითადად და აი ეს მესამე ძალები რაღაც ტერმინებს კი ხმარობენ შუისტები ასე ვთქვათ გარკვეული ძალები იცით როგორ არის ინდეპენდენტულები არიან და ვერ ნახეს თავისი ადგილი ეს იწვევს ძალიან დიდ შესაძლებლობას იმიტომ რომ პოლარიზაცია შეიძლება როცა უკვე მაგალითი რომ მოვიყვანე პოლარიზაცია იწყება როცა სამოქალაქო ომი იწყება უკვე კლასიკურად რა საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ომების დროს ესპანეთში ამის ბევრი მაგალითია როცა ორი დაპირისპირებული მხარე ითხოვენ ან მაგრამ მშვიდობიანი პერიოდი როცა მოდის გვაძლევს ამის საშუალებას რომ ვიღაცა მოდერატორის როლი ითამაშოს ვიღაცა ახალი ძალა გამოვიდეს ამ მესამე აზრი არ გაჩნდება თუ დერეფანი არ გაჩნდება მშვიდობის დერეფანი თუ არ გაჩნდება აი ამ პოლარიზაციის პროცესში თუ მესამე კომპონენტი არ შეიქმნება რომელიც ხელს შეუწყობს ეს დარჩება და ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარული მოდელი სინამდვილეში არის სრულპოლარული მოდელი ანუ ეს რეალურად ამ ზუსტად ის შემთხვევა როდესაც პოლარიზაციის მთავარ აქტორებს აწყობთ ეს პოლარიზაცია მათ არ აწყობთ მესამე რო გაჩნდეს არ აწყობთ მესამეს გაჩნდა იმიტომ რომ იცით გარკვეული კერძის გაყოფა ორზე ხო მათთვის უფრო მომგებიანია ვიდრე 3-ზე და 4-ზე აი ეს არის პრობლემატიკა ეს არის პრიმიტიული მოდელი მაგრამ აი ამ ბინარულ დუალურ ტოტალიტარულ პოსტტოტალიტარულ მოდელში რომელიც რეალურად განიხილება არა როგორც მხოლოდ პოსტტოტალიტარული არამედ როგორც პრეტოტალიტარული იმიტომ ამას შეიძლება მოყვეს ისევ ტოტალიტარულ მოდელამდე დაბრუნება რატომ იმიტომ ამ მდგომარეობიდან უფრო მარტივი არის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ასეთი ეხლა ნუ მე არ მინდა სამეზობლოში გადავიდე მაგრამ გარკვეულწილად დემოკრატიას ამოფარებული დავუშვათ ტოტალიტარული რეჟიმები ჩვენ გვინახია ეს აუცილებლად არ არის რომ ციხეში სვამდეს ადამიანს უბრალოდ ხელისუფლება ჩაიგდო ხელში გარკვეულწილად და მართავს უკვე 18, 20, 21, 25 წელი შეიძლება მრავალპარტიული სისტემაც არის შეიძლება ევროპის გულია მაგრამ
ნუ აი ესე ხდება, აი ძალიან საინტერესო მაგალითს ავიკითხე სხვათა შორის შვედეთზე. აი ხო არის ციტადელი დემოკრატიის, მაგრამ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ისეთი პირობების შექმნა დაუშვათ, ისეთი პირობების შექმნა, რომ 50 წელი იყო თითქმის ხელისუფლებაში, სადაც ადრე თუ გვიან მაინც მოხდა იმის აუცილებლობა, რომ გამოჩენილიყო ახალი ძალები, იმიტომ რომ ასე თუ ისე ამ სეგმენტის გარეშე ერთპარტიული სისტემა დამანგრეველია, რაც არ გვქონდა დემოკრატიული საზოგადოება იყო. სტაგნაცია. სტაგნაციამდე მიდის, რა საკურველია. ანუ კრიზისი თავისთავად ხო უარყოფით სხვა ნიშნავს, რაღაც ახალგაზრდა შვედეთი, ნორვეგია, რა ვიცი, საუკეთესო ევროპული სამაგალითო ქვეყნები, რა საკურველია. ახალ იმაზე უნდა გადავიდეს და მე უბრალოდ თუ არ გადავიდე დაუშვათ, აი რა მოუტანა იმ აზროვნებამ, როცა დასავლეთ გერმანიაში 21 წელი იყო მმართველობა ერთი პარტიისი და ყველაფერი მე ვთვლი რომ ზუსტად ამან მოიყვანა აი ეს ურაპატრიოტები ალტერნატივა გერმანიის ალტერნატივა სადაც აი საკმაოდ ქსენოფობიის სუნი ადის და უფრო რაღაცების თქმა არ მინდა ეხლა კორექტულად მინდა ვიყო გერმანიასთან დაკავშირებით მაგრამ ფაქტია რომ ეს ყველაფერი შეიძლება რეალური იყოს. ეს რადიკალური, ეს ერთი რადიკალიზმი მარტო ვერ არსებობს რა. რადიკალიზმი ჭირდება თავისი უშუალოდ პოლარული. რადიკალიზმი ძალიან ხშირად შეიძლება იყოს, ახლა ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდით, შეფარული ამ ძალიან ლამას სფერებში და ეს ლამას სფერებში. მე ის მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ვიღაცა ლაპარაკობს ვიღაცის რადიკალიზმზე, უნდა იცოდეს, რომ ის რადიკალიზმი არის მასთან მიმართებაში, ესე იგი, ისიც რადიკალური არის. ეს არის რადიკალური უშუალოდ ორი პოლუსის არსებობის. კი ბატონო, მე მგონი ახლა აი ამ შემთხვევაში დავუშვათ დღევანდელ საქართველოში რო ვხედავთ, ხვდებით რაღაცა ამის ხიფაც და ამაზე ფიქრობენ, რო არ ფიქრობენ დავუშვათ იგივე მართველი ძალა, მე ვერ ვიტყვი ერთ-ერთ შემთხვევაში გარკვეული პოლიტიკური პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, ხედავთ რომ სინამდვილეში ასე თუ ისე ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ათვიცნობიერებენ აი იმ ხიფათებს, რაზეც ჩვენც ვილაპარაკეთ. ამიტომ რაღაც ახალი პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციები რაში გამოიხატება. ნუ ამ შემთხვევაში დავუშვათ გარკვეული პოლიტიკური მოძრაობისთვის ხელის შეწყობა, რომელიც ასე თუ ნეიტრალური საქართველოს. ნუ ამ შემთხვევაში დიახ, მე უბრალოდ ძალიან დიდი პატივცემით ავარ. იცით, თქვენ რაღაც პერიოდის უკან სიტყვა ნეიტრალიტეტი იყო სალანძღავი. მე ძალიან კარგად ამაქვს ფინეთის მაგალითი შესწავლილი ეგრეთ წოდებული პასიკივი კეკონენის ხაზი, რომელიც იყო პასიკივი კეკონენის ხაზი და ეხლა ლაპარაკობ რომ აი ზუსტად კი ფინეთი ნატოში შევიდა, მაგრამ აი თეზა რომ ფინეთის ადგილი დღეს თავისუფალია ჩვენთვის უცხო არ არის. დღეს კი ორი ქვეყანაა ევროპაში ნეიტრალური მარტო დარჩენილი თქვენ იცით ავსტრია და შვეიცარია, მაგრამ ამ შემთხვევაში დაუშვათ აი მოდის პოსტსაბჭოური სივრცედან თქვენ ვიცით რომ მოლდავეთს კონსტიტუციაში უწერია ესე იგი რომ ფაქტიურად ნეიტრალურია ხო და ბაზები არ უნდა იყოს. მე საქართველოა და უკრაინა მაპატე ჩემი სტატია თუ გაქვთ წაკითხული ეს იყო ზბიგნევ ბჟეჟინსკიმ 2013 წელს როცა კრიზისი იწყებოდა მისა ინტერვიუ Financial Times იცით რა არის აი ქორიო ზბიგნევ ბჟეჟინსკიზე ხშირად ლაპარაკობენ მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ზბიგნევ ბჟეჟინსკი იყო პოლონელი ეთნიკურად და მისთვის აი ეს რეგიონი ალბათ მნიშვნელოვანი იყო და მან იცოდა რამ შეიძლება მოხდულიყო ამიტომ უკრაინის ფინლანდიზაცია რომელიც არ იქნა გამოყენებული ჩემის აზრით იყო ერთ-ერთი ვებერთელა შესწომა და ამ შემთხვევაში
ჩემ სტატიას ერქვა საკმაოდ ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო იმაში დაიბეჭდა ეს ჩემი სტატია რჩევა უკრაინისთვის რომელიც არც საინტერესო იქნება საქართველოსთვის აი ეს ჩემი სტატია ზუსტად ამაზე ლაპარაკობს ეს ძალიან კარგია თქვენ გაგახსენდეთ იმიტომ აი უკრაინის შემთხვევა ზუსტად ხო უკრაინა მიდიოდა ფაქტობრივად ნეიტრალიზაციისკენ ესე იგი და როდესაც იქ იყო ეს საკმაოდ დემოკრატიული ბილატერალური სისტემა შექმნილი კუჩმას დროს თუ გახსოვთ ანუ ეს სტაფილოსფერები თუ ორანჟისფერები და ისინი ლურჯები ესე ვთქვათ ხო რეგიონალური პარტია და კი ბატონო ხო ესე იგი იუშენკო იანუკოვიჩის უფრო მოდელი რა ხო მაგრამ ნახეთ რა მოხდა ესე იგი აი ამ ბინარულმა სისტემამ ვერ იმუშავა დიდხანს ვერ გაძლო რატო ვერ გაძლო იმიტომ რომ აი ესეთი ტენდენცია რაც მე მინდა რომ გავამახვილოთ ჩვენ ტელემაკრონეების ყურადღება ესე იგი უფრო მარტივი არის რომ აი ეს ბინარული სისტემა დაბრუნდეს ერთუჯრედიან სისტემამდე ტოტალიტარულ სისტემამდე როდესაც ერთი ნაწილი იძახის რომ მე ვარ ნაწილი რომელსაც აქვს სურვილი რომ გახდეს მთელი და მეორეც იძახის ამას რომ მე მაქვს სურვილი მე ვარ ნაწილი და მე მაქვს სურვილი რომ მე გავხდე მთელი ხო ესე იგი აი ეს არის ფაქტობრივად ესე იგი ტოტალიტარული აზროვნების ერთუჯრედიან სისტემაზე ორიენტაცია ის უფრო დიდი ალბათობა რომ ერთუჯრედიანებზე დავიდეს ვიდრე მესამე დონეზე გავითარდეს აი უკრაინაში ვერ მოხდა ესე იგი მესამე კომპონენტის შექმნა დღეს ფაქტობრივად საქართველოს არის იგივე სიტუაციაში ნუ რავის ნუ გონია რომ ახლა ჩვენ სამშვიდობო რამოდენიმე თეზით საარჩევნო პროგრამებში ესე იგი სამშვიდობო სტრატეგიული რაღაცა დოქტრინა შევქმნით და გარანტია გვაქვს ესე იგი უსაფრთხოების არ არსებობს ესეთი არავითარი გარანტია თუ ჩვენ აი ამ რეალურ სამეცნიერო საყრდენებს არ დავაყრდენით და ამ შემთხვევაში თუ არ შევქმნით მესამე ასე ვთქვათ დერეფანი მესამე ფაქტობრივად პლატფორმა იმისთვის რომ უშუალოდ ესე იგი აი დავაშოშმინოთ ესე იგი ეს ტემპერატურა დავწიოთ და დავიწყოთ ნორმალური ძალიან დიდი თანაარსებობაზე ორიენტირებული კი ბატონო მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს პროცესები საქართველოში დაიწყება იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ალტერნატივა საქართველოს არ აქვს იცით რა არის პერმანენტულ ახლა მე დღეს თქვენ გადაცემაში მოვიყვანე ისეთი დემოკრატიული ქვეყნის მაგალითი როგორიც იყო შვედეთი 50 წლიანი მმართველობა სოციალ-დემოკრატების ეს სინამდვილეში უებერთელად არიღია და ჩვენ ესეთი მმართველობის პერიოდი ახლა ევროპაში 21 წლიანი მმართველობის პერიოდი გვაქვს ადრე თუ გვიან ეს მოხდება რაც უფრო ადრე მოხდება ეს ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყნის განვითარებას და თუ ამას რაც შეეხება ჩქარა გაიგებს მთლიანად პოლიტიკური მთლიანი ესტაბლიშმენტი რომელიც გადაწყვეტილებს იღებს და მოხდება კომპრომისი მათ შორის ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან კაი სხვა შემთხვევაში მე ვერ ვაძლევ გარანტიას რომ ეს პროცესი შეიძლება როგორც შვედეთში მოხდეს აი ამ შვიდობიანი გადასვლა ახალ ხარისხში იმიტომ რომ ჩვენა ვართ კავკასიური ქვეყანა სხვა რეგიონი ვართ და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად რაც უფრო ადრე ვიფიქრებთ ეს უფრო კაია იცით რა არის ერთი შედარება მინდა გამოდია გადამწიფებული ნაყოფი როცა ვარდება აი გადამწიფებული ის უფრო ძალიან სკდება უბრალოდ აი ესა და აი ესეთი მაგალითი პირდაპირ არხის ხავში ჩავა კი ბატონო აი ძალიან კაი შედარება ადგილაცვალე არაჩვეულებრივი შედარება მადლობთ კი ბატონო ну პრინციპში ჩვენ შეგვიძლია დავასვათ ბატონო მადლობთ ესე იგი ეს პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობს ზე სისტემაში მიმდინარე პროცესებს გავს, ხო? აქაც არის პოლარიზაცია, იქაც არის დიდი პოლარიზაცია, ხო? კი ბატონო. იქ არის გარკვეულწილად სხვა აქტორებისკენ, ანუ დივერსიფიცირება პროცესის და ახალი რაღაცა მოდელების შექმნა და აქაც რაღაცა მსგავსი ჩვენ უკრაინის კონფლიქტზე მშვიდობის ყოველფერობის მაგალითი მოგიყვანეთ ჩვენ უბრალოდ ეს სანამ ასე ვთქვათ დამთავრდება ჩვენი გადაცემა ჩვენ იქნებ ვისარგებლოთ კიდევ დაგვრჩა მცირე დრო აი უკრაინასთან დაკავშირებით რა აი ეს კონფლიქტი განსაკუთრებით პირადად მე ძალიან მაწუხებს რა და მაწუხებს ის რომ უშუალოდ ახლა
ასე თუ ისე უკრაინა, რუსეთის, საქართველო რაღაცა კულტურულ კონტექსტში, აღარა საუბარი მართლმადიდებლობაზე, ხა თანასწორობის დიდი ისტორიული გამოცდილება, ხო ესე იგი საქართველოს არ აქვს შესაძლებლობები, იგივე რაც ვილაპარაკეთ ჩვენ ირანთან და ისრაელთან მიმართებაში, რომ შექმნას, განაცხადოს, ესე იგი გარკვეული სურვილები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მე რა რო ეხლა ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს ახლა რუსეთის ფედერაციასთან, ხო? ეს ხო სხვადასხვა განზომილებებია, ხო? იქ ხო შესაძლებელი იყოს არა პოლიტიკური განზომილება, არამედ ჰუმანიტარული განზომილება. აი, ჰუმანიტარულ განზომილებაში რასაკურველია პოლიტიკურ განსხვავებებაში, როცა რუსეთ და საქართველოს შორის არც ომი, არც მშვიდობა და არც დიპლომატიური ურთიერთობები კლასიკური და ასე შემდეგ შეიძლება, მაგრამ აი მშვიდობიანი ურთიერთობები, ტყვეთა გაცვლა დაუშვათ, ჰუმანიტარული მისიების რეგულაცია, თვითონ დაუშვათ აი რელიგიური მისიების შესრულება, შუამდგომლობა გარკვეულწილად დაჭერილების გამოყვანაში და ასე სარეაბილიტაციო პროგრამები, სარეაბილიტაციო პრობლემები აქ შეიძლება და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ ახლა სამხრივად გაკეთება რასაკურველია თქვენ იცით ჰუმანიტარულ მისიას გარკვეულწილად ასრულებს საქართველოს სახელმწიფო გენერატორებს რაღაცა საზოგადოებაა ჩართული. კი ბატონო ამ იმებში აკეთებს ყველაფერი მაგრამ დაუშვათ საჭიროა ალბათ უბრალოდ რაღაც გარკვეულწილად ზუსტად აი მედიაციას რაღაც დახმარებებს და ასე თქვა იცით რა არის აი ეკოლოგიურ ამბავში დაუშვათ რაღაც რეგულირებას ეხლა უბრალოდ თქვენ ხედავთ რა ხდება საქართველოს საზღვართან ფაქტიურად აი ეს უკვე აფხაზეთს უახლოვდება აი ეს საშინელი წვიმები რომელიც არის და ეხლა წვიმების სეზონი მაისში რო იწყება კატასტროფული მდგომარეობა ტუაფსეში აი ეკოლოგიის საკითხებზე ზუსტად იმას ვფიქრობდი აი თანამშრომლობა და გარკვეულწილად რაღაც პლატფორმის საერთო საფრთხეების რასაკურველია საერთო საფრთხეების დადგენა და იგივე ბირთვული რადიაციული პრობლემატიკა აგრესია რა მდგომარეობაში არის უკრაინაში ეს რეაქტორები საფრთხეები იზრდება აქეთ ირანი არის თუ ჩვენ დღეს არ დავაყენეთ ნახეთ აი ამ დაძაბულ მაკროსისტემაში ჩვენ ვართ ცენტრში რა კი ბატონო აი ეს ცენტრის ρოლი უნდა გამოვიყენოთ დღეს გავხდით აი ზუსტად ესეთი მშვიდობის დერეფანი აი ამ იმაში არა გავხდით მე სატრანსპორტო დერეფანია დღეს დავუშვათ საავიაციო მიმოსვლა ევროპა და აზია შორის ძირითადად ქართულ-აზერბაიჯანული საავიაციო სიმწეში მიმდინარეობს რასაკურველია გადატვირთულია ძალიან სერიოზულად და ეს ყველაფერი და როგორ და რა იქნება კიდევ ერთხელ ჩანს ჩვენი როლი და აი მე სავსებით გეთანხმებით რომ საქართველოს მინის და მეუხედავად რომ დასავლეთთან ახლა დაძაბული სიტუაცია თავის ახალი სეგმენტი უნდა იპოვოს აი ამ იმაზე თუ ჩვენ შიდა ურთიერთობებს არ მოვაყენებთ ახალ მოდელს ადავდებთ ხო ჩვენთან არავის სერიოზულად არ დაიწყებს საუბარს რა ეს ესია ხო ჩვენ თუ შიგნით ჩვენ უშუალოდ სახლში ვერ მოვაგვარეთ ვის უნდა რაღაცა შევთავაზოთ ხო იქნებ დავიწყოთ ესე თქვათ ეს პროცესი ესე იგი შუა დერეფნის პროცესი აი ახლა თქვენ ახსენეთ ის პარტია უშუალოდ ახალი რომ შეიქმნა ნეიტრალური გასაგებია ნეიტრალური თუ ხარ ხო უნდა რაღაცა გააკეთო ისეთი რომ მშვიდობას შეერგოს ესე იგი თვითონ ჩვენ კი ბატონო ალბათ ჩვენ მას მოვიწვევთ სტუდიაში და ვკითხავთ ძალიან კაი იქნება დავუშვათ აი ამ შემთხვევაში მეგობარი არის მაგ ორგანიზაციაში მოვიწვევთ და ვკითხავთ ესე იგი რას ფიქრობენ ესე კი ბატონო აი ამ აუზაურის კონტექსტში ესე იგი შეუძლიათ თუ არა თავისი რამე სიტყვა თქვან ესე იგი რომ რაღაცნაირად განეიტრალონ ეს ვითარება მე ესე მგონია რომ შეიძლება სინამდვილეში ახლა მე ვხედავ რომ გარკვეულად საინტერესო ხალხი შევიდნენ თქვენ ბრძანეთ თქვენი მეგობრებიო მივაქციე ყურადღება რომ ახალი სახეები გამოჩნდნენ რომელსაც შეუძლიათ თავისი სიტყვა თქვან და პოზიტიური წვლილი შეიტანონ აი ამ კრიზისულ სიტუაციაში რასაც ვაკვირდებით ჩვენ სამშობლოში ამ ბოლო წლების განმავლობაში კი, ну, ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ესე იგი ეს ასე ვთქვათ პროცესი თვითონ
აი პროცესში იქნება ჩართული სხვა ინსტიტუციებიც. რა ძალიან დიდი მნიშვნელობა ეხება ალბათ ბადრი ყველა კარგ საქმეს ჩვენ კულტურაში ალბათ კუთხევა ჭირდება, ხო, ესე იგი და შესაბამისად ღმერთმა გრას ბადონსაში ეკლესიაში მიმდინარე დღეს პროცესებიც ესე ვთქვათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და საქართველოს ჩვენ სინოდს მე მინდა რომ ვუსურვო ესე იგი აი გავუსურო რომ ესე ძლიერები იყვნენ და ესე იგი სამაგალითოები გახდნენ რა იმიტომ რომ ის სიყვარულის გარეშე არაფერი არ გაკეთდება რა გასაკურველია სიყვარულის თავარი ინსტიტუტი მე მგონი უშუალოდ ეკლესია კი ბატონო უერთები ბატონო ალექსანდრე ამ იმას უყურებთ ვაკვირდებით და გვინდა რომ ესე იგი ეს რაღაცა პოზიტივი რა პოზიტიური ენერგია რა რაღაცა ურთიერთგაგების ურთიერთშენდობის ნამდვილი სიყვარულის არა ხელოვნური რაღაცებების რა აი მოდიოდეს იქიდან ეს იმპულსები რომ დავინახოთ რომ სინოდმა შეძლო რომ აი ეს რაღაცა კითხვები და ასე მე მგონი ძალიან კარგად მიდის ნორმალურად მიდის პროცესი რომ ესე ვთქვათ ნუ ზოგს მოსწონს ზოგს არ მოსწონს ზოგს სხვა ინტერპრეტაციები აქვს ზოგს საბრალებს და ასე შემდეგ რომ ხო მაგრამ ვფიქრობ რომ აი ეს ძალიან ძლიერი მძლავრი ინსტიტუტი უნდა გახდეს სამაგალითო რა იქ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა უშუალოდ მეტროპოლიტს შეიძლება სხვადასხვა აზრები ქონდეს სხვადასხვა მოსაზრებები ქონდეს სხვადასხვა საკითხებზე და აი ეს განსხვავებული აზრი ესე ვთქვათ კი არ არის პრობლემა განსხვავებული აზრი არის ჩვენი სიმდიდრე ხო აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი სიმდიდრე არის ხო ჩვენ კი ბატონო კი ბატონო შევავსოთ ერთმანეთი კომპლემენტარობაც კი ბატონო კი ბატონო ზოგს არ უყვარს ეს უცხოურ ტერმინებს რატო ხმარობთ ხო ურთიერთშევსება კი ბატონო კი ბატონო გეთახმებით ორიენტირებულები ნუ დიდი მადლობა ბატონო ბადრე მოგზაურობისთვის მადლობა თქვენ მოწვევისთვის ჩართულობა ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამშვიდობო მოძრაობის პროცესში და მშვიდობის უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესში იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველი თქვენი ნაბიჯი და გელოდებით ჩვენ სტუდიაში. დიდი სიამოვნებით. მადლობა ტელემაყურებლებს რომ იყვნენ ჩვენთან.